დაუქვემდებარებს. ეს არის ბოლო დროის ყველაზე სახიფათო გადაწყვეტილება სპეციალისტების განმარტებით დაუშვებელია დაზვერვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურაში მოექცეს. ამას ემატება ისიც, რომ თავად სუსია დაქვემდებარებული სამსახური და რუსეთის მოკავშირე ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი. დაზვერვის სამსახური ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში თითქმის ყოველთვის ცალკე ფუნქციონირებდა. მის განვითარებაში დიდი წვლილი აქვს დასავლელ პარტნიორებს. ახლა კი ოლიგარქის სადამსჯელო სამსახურის სუსის დაქვემდებარებაში მისი გადატანა კიდევ უფრო გაართულებს ამ სფეროშიც ურთიერთობას დასავლეთთან. განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ანრი ოხანაშვილს ვაშინგტონის სანქციები ემუქრება. დაარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს დააზიანებს დასავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის პროცესს, ასევე დაარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს დააზიანებს შიგნით ორგანიზაციაში კვალიფიციური და პროფესიული კადრების დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ. ეს კი განაჩენია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მშავალ ომიძე, რომელიც დაზვერვის სამსახურს წლების განმავლობაში და თანაც ოცნების მმართველობის პირობებში ხელმძღვანელობდა, ამ რისკს სწორედ ოცნების გადაწყვეტილებაში ხედავს. ივანიშვილის პარტიამ დაზვერვის, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურის გაუქმების და მისი სუსში გადატანის პროცესი წამოიწყო. საკითხები, რომლის გადაწყვეტასაც ემსახურება უსაფრთხოების სამსახური და დაზვერვის სამსახური განსხვავდება ერთმანეთისგან. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, პირველ რიგში ეს არ გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება გაჩნდეს პოლიტიკური მდგენელი დაზვერვის სამსახურის საქმიანობაში. ერთ-ერთი მიზანი ალბათ ამ გაერთიანებისა ეს არის სპეციფიური ძალებისა და საშუალებების და სპეციფიური რესურსების ერთ კონკრეტულ ცენტრში, ერთ კონკრეტული ადამიანის ამ პირთა ჯგუფის ქვეშ კონსოლიდაცია. რატომაა პრობლემა დაზვერვისა და სუსის გაერთიანება? ლომიძე, რომელსაც ერთ დროს თავადებარა უსაფრთხოების რისკების გამოვლენა და პრევენცია, განმარტავს, რომ პოლიტიკური უწყებებისგან გამიჯვნა ამ სამსახურისთვის და იმ პარტნიორებისთვის, ვინც მასთან თანამშრომლობს, არსებითი მნიშვნელობისაა. სუსის ხელმძღვანელი კი პოლიტიკური ფიგურაა, რაც მის მიმართ დასავლური სპეცსამსახურების ნდობას ავტომატურად შეამცირებდა, მაშინაც ამ უწყებასთან სხვა კითხვები კიდეც რომ არ არსებობდეს. არადაკითხვაც ბევრია და ეჭვიც. უკვე დიდი ხანია სუსი ოცნების პარტიული დავალებების შემსრულებელ პოლიტიკურ პოლიციად ფასდება.